იმის წასული ვიყავს ბათუმში, სადაც შეიკრიბა ახალი ლიდერების გაერთიანება იყო და იქ ახალგაზრდები იყვნენ და ვიფიქრე რა უნდა უთხრა. რა უნდა უთხრა ამ ადამიანებს, რომ მიდიხარ. იმიტომ რომ იმათაც იგივე პრობლემა აქვს, როდესაც შენ ეძებ ორიენტირს ცხოვრებაში, რომ ვის გაყვედა, რას რომელ ვარსკვლავს, ჩვენ ახლა უნდა ვსდიოთ სხვა ვარსკვლავს, ხო? ჩვენ ახლა უნდა ვსდიოთ სხვა ვარსკვლავს. აი ეს ვარსკვლავის დევნა განყენებულად უკვე სისუსტეა. ეხლა რატო იყო ეს ადრე უფრო გასაგები და რატო ეს დღეს სრულად მიუღებელია? ადრე იყო ეს გასაგები იმიტომ, რომ ადამიანი ერთ ცხოვრებაში ვერ ასწრებდა ყველაფრის გაგებას. ანუ არ ქონდა იმდენი წიგნი, არ ქონდა იმდენი ინფორმაცია, არ ქონდა ამდენი ხელმისაწვდომი მისთვის არ იყო ბევრი რამე გამოცდილება ცხოვრებისეული. შესაბამისად, სხვა ადამიანი რამდენიმე თაობა ჭირდებოდა ჭეშმარიტების იმას, რაც უფრო მეტი თაობა იყო ჩართული შენ ცოდნაში და შენ გამოცდილებაში, მით უფრო ბრძენი იყავი. ანუ ერთი თაობა, ორი თაობა, სამი თაობა, ოთხი თაობა და ეს გროვდებოდა ნელ-ნელა ცოდნა. აი მე ვთვლი, რომ გრიგოლ ხანძთელის მერე დაიწყო აი ამ ცოდნის დაგროვება და სწორედ მწვერვალი იყო აი ეს გაერთიანებული საქართველო, როდესაც რუსთაველი იწერებოდა და ასე შემდეგ. მაგრამ იმ ეპოქაში, როდესაც ბიბლიოთეკებმა ეს კიდე გააადვილა ეს საქმე. რეალურად წიგნი შეიქმნა ძალიან გვიან. და გავრცე მასობრივი გახდა ძალიან გვიან მე-19 საუკუნეში, მე-20 საუკუნეში. დღეს დგება დრო, როდესაც აი ამ ავტორიტეტის მნიშვნელობა კლებულობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამო. ანუ როდესაც ჩვენ გვაქვს YouTube-ი, ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ძალიან ბევრი ადამიანის აზრი. მაგალითად, მე შემიძლია ბევრად მეტი ინფორმაცია მივიღო დროის რაღაც მონაკვეთში, ვიდრე მამაჩემმა დააგროვა რაღაცა რამდენიმე წლის მანძილზე. და ეს ინფორმაცია არა მარტო თეორიული, არამედ უკვე ადამიანი პრაქტიკულად გიზიარებს ამას. არის ვთქვათ, ფიზიკურად ვერ ეხები ადამიანს, ვთქვათ, მშობელს ეხები და მასწავლებელთან საქმე გაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ვირტუალურად მაინც ადამიანის ფორმით არის წარმომდგარი შენ წინაშე და თავისას გეუბნება, თავისას გიზიარებს. შესაბამისად, თვითონ ერთი ადამიანის მნიშვნელობამ შენ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად იკლო. აქედან მოდიოდა აი დღეს მაგალითად ძალიან დიდი უთანხმოება არის სკოლები რო დაინგრა. დაანგრიეს სკოლა. მაგალითად ქართული ხელოვნებაცოდნეობის სკოლა. იმიტომ რომ ძველი მასწავლებლები გაუშვეს, ახალი თაობა ვერ შეიქმნა. ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლა დაინგრა, ძველები გაუშვეს, ახალი ვერ შეიქმნა. და ასე შემდეგ სკოლა თავისთავად ემყარებოდა ამას. სკოლა ემყარებოდა უფროსი თაობა, როგორ გადაცემდა უმცროს თაობას ამას და რამდენიმე თაობაში გრძოვდებოდა აზროვნება. მაგრამ დღეს ამისი აუცილებლობა არ არის. ამ ავტორიტეტის აუცილებლობა არ არის. პირიქით. ჩვენ აღმოჩნდით მდგომარეობაში, როდესაც ვთქვათ, ეს სოციალიზმის დროს ასე იყო. რომ ვთქვათ, აი სუხიშვილები, ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი იყო ქართული ეროვნული ბალეტის თავარი, ვთქვათ, მაკედან მოდის სიტყვა კორიფეც. ანუ კორიფე მთავარი არის და მისი სიტყვა არის გადამწყვეტი, ის მეტრია, ის ზუსტად განსაზღვრავს ყველაფერს, ამას ცოტა მონათმფლობელური საზოგადოების, აი ქურუმების კასტა იყო, რომელიც ფლობდა ცოდნას და სხვა ეს ცოდნა არ იცოდა. შესაბამისად, ესენი იყვნენ ყველაზე საპატივცემულო პიროვნებები. აი სოციალისტური საზოგადოება, აი ამ კომუნისტური საზოგადოება, აი ამ ძველ ეგვიპტურ საზოგადოებას გავს არა მარტო იმით, რომ ვთქვათ, გაქვავებული იყო და მუზეუმები და მავზოლეუმები იყო და ასე შემდეგ. გავს ამითიც, რაღაცა კასტას ქონდა რაღაცა ცოდნა, რომელიც მასამდე არ მიდიოდა. კი, შენ შეგიძლია გამხდარიყავი, მოცეკვავი და ასე შემდეგ, მაგრამ აუცილებლად იქ უნდა შეგეღწია და იქ უნდა გაგაკეთებინა. დამოუკიდებელი ნიჭი ამ სკოლის გარეშე ვერ გაიხარებდა. ეხლა ჩვენი საზოგადოება არის აი ამ პრობლემის წინაშე, რომ რადგან გენეტიკურად არ გადადის ეს არც განათლება, არც ნიჭი, ვთქვათ, ცეკვის, არც ნიჭი მწერლობის, არც ნიჭი პოეტობის, არ შეიძლება რომ ნიჭიერ პოეტს ყავწდეს ნიჭიერი პოეტის შვილი. მაგრამ რადგან სოციალიზმში ეს ცოდნა იყო, ასე ვთქვათ, ოკუპირებული და ერთ ხელში მოთავსებული და ერთ ოჯახებთან გაერთიანებული და ესეც სტალინური იყო, მაგალითად,
ჩვენ უნივერსიტეტში კონკრეტულად ვიცოდით ვინ რომელ მიმართულებაში იყო, ასე ვთქვათ, კორიფე და ნიშანსვეტი და ხაზის გამტარებელი. რადგან ასე იყო, აქ შვილზე და შვილიშვილზე არ შეიძლებოდა რომ გადასულიყო ეს. მაგრამ მოხდა სწორედ ეს, რომ დაინგრა სოციალიზმი, იმ ოჯახებმა ჩათვალეს, რომ მათ აქვთ ის ცოდნა, რომელიც სხვა საზოგადოებას არ აქვს და მუდმივი მცდელობა არის შეიქმნას ახალი, მაგრამ ახალს სჭირდება ახალი ცოდნა, ახალი ენერგია და არა ის რაც ძველი. ამიტომ ვარდნა არის ყველა სფეროში, საშინელი ვარდნაა. გინდა ეს იყოს სიმღერა, გინდა იყოს ცეკვა, გინდა იყოს ისა. არ შეიძლება რომ სამი თაობის მომღერალი მღეროდეს ერთნაირად ნიჭიერად. დედა, ვთქვათ, შვილი და შვილიშვილი. ეს არის ესე იგი საზოგადოებრივი გარდაგვარებაა რა, ასე ვთქვათ. და რომ მთელი პრობლემა იმისი პოსტსოციალისტური და პოსტსაბჭოთა მდგომარეობის იყო ის, რომ როდესაც ეს სისტემა დაინგრა, ამ ადამიანებმა ვარი არ თქვეს იმაზე, რომ მათ ჰქონდათ ეს მოწინავე როლი. ვარი არ თქვეს ამაზე და შეეცადნენ ამის ხელოვნურ შენარჩუნებას. და რადგანაც ამის ხელოვნური შენარჩუნება მოხდა, ეს პირველ რიგში აისახა თვითონ ამ დარგებზე, შემოქმედებაზეც, განათლებაზეც და ასე შემდეგ. ანუ მემკვიდრეობით მიიღეს ისეთი ოჯახის შვილობა, რომელშიც თქვათ, კარგად მღეროდნენ ან კარგად ცეკვავდნენ ან და თვითონ ვერ იმღერეს და ვერ იცეკვეს. მაგრამ უკვე ძალადობრივად ეს სიმღერა, რასაც მე ვმღერი, არის კარგი. გეუბნებიან. ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, ამას დრო მოიტანს და ესე იგი ეს ჩაკეტილის სივრცე აუცილებლად დაინგრევა და ინგრევა კიდევაც. მაგრამ რამდენადაც ჩქარა მოხდება ამის დანგრევა, იმდენად ჩქარა შეძლებს საზოგადოება განვითარებას. აქ განვითარება კიდევ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ახალგაზრდა ნიჭიერ თაობას ექნება შესაძლებლობა, რომ კონდეს იმისი რესურსი და ხელმისაწვდომობა ცოდნის და იმ თანამედროვე მთავარი მიმდინარეობების, რომელიც დღეს არის მსოფლიოში. იმიტომ რომ ყველაფერი მიმართულია ხშირ შემთხვევაში იქითკენ, რომ ამ ძველს შეუნარჩუნდეს პრივილეგია, ასე როგორც მატერიალური, ასევე საზოგადოებრივი, ისა ჩვენ ტელევიზორში ის წარმოაჩინონ საზოგადოებრივად, მას მიანიჭონ აღიარება და ახალი თაობას და ახალ იმას კონდეს ეს გადაკეტილი. აი ეს ზღუდავს საზოგადოებრივ განვითარებას ამ თვალსაზრისით. მეორე პრობლემა არის, რომ ახალი არ იქმნება ჩქარა. ახალის ჩქარა შექმნა არ ხდება. ეხლა საქართველო არის პატარა ქვეყანა, ეს არის როგორც დიდი ბედნიერება, ასევე დიდი სირთულე, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში საგარეო პოლიტიკაზე არის დამოკიდებული და პოლიტიკაზე არის დამოკიდებული ყველაფერი დანარჩენი შიგნით. რას ნიშნავს? ეს პოლიტიკურ გავლენაზე არის დამოკიდებული ხელოვნებას და როდესაც ძალიან ძნელია შიგნით შეიქმნას დამოუკიდებელი ელიტა, დამოუკიდებელი განათლებული ფენა, საშუალო ფენა არ არის სწორი ამ შემთხვევაში, დამოუკიდებელი ფენა, იმიტომ რომ გარეშე გავლენები, როგორც პოლიტიკური, ასევე მატერიალური, სულ ცდილობს რომ შექმნას მისთვის სასარგებლო საზოგადოება შიგნით. და როგორც განათლებას, ასევე ხელოვნებას და ამ შემოქმედების უნარის გამომუშავებას, რომელიც დამოუკიდებლობაზე და თავისუფლებაზე დგას, ყოველთვის ეს წინეღობება, იმიტომ რომ შენ დაიწყებ რაღაცა ელიტის შექმნას დამოუკიდებლად და უცბად უფრო ლოიალური საგარეო გავლენის მიმართ ან რაღაც ფულის მიმართ საზოგადოება ექცევა შენს ზემოთ და შესაბამისად შენ აღიარება არ აქვს. ამ შემთხვევაში დამოუკიდებლობა არის ჩვენთვის ყველაზე კარგი მონაპოვარი არა პოლიტიკურად და სოციალურად, არამედ შინაგანად. თუ ადამიანი და ქართველი ადამიანი მიხვდება, რომ ის არის თავისუფალი და დამოუკიდებელი და რომ ეს ქვეყანა
მისი ქვეყანაა და ეს სახლი მისი სახლია და ის ეზო მისი ეზოა, რომელიც გარეთ არის, მას ავტომატურად გაუჩნდება სურვილი, რომ იმ გარემოში შექმნას ის, რაც მას უნდა და მას მოსწონს. თუ ეს არ ექნება, ის ყოველთვის მიბმული იქნება საგარეო და უფრო გარე ავტორიტეტულ გავლენებზე. სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით აი ეს შინაგანი ავტორიტარიზმი პირდაპირ კოლონიალური აზროვნება არის. ანუ რომელი ცენტრიდან მოდის ის გავლენა, რომელსაც ჩვენ დაუწყო ფეხი. აი თუ ჩვენ დავიწყეთ ფეხის აწყობა სხვის მიმართ, არავითარ შემთხვევაში შინაგან დამოუკიდებლობას და უნიკალურობას ვერ შევიძინებთ. ხელოვნების ენაზე ეს არის უნიკალურობა. უნიკალურობა ნიშნავს იმას, რომ შენ შეიძლება მოექცე, ვთქვათ, იმპრესიონიზმის გავლენის ქვეშ, შეიძლება მოექცე კუბიზმის გავლენის ქვეშ და ასე შემდეგ, მაგრამ განავითარო საკუთარი თვითმყოფადობა. ანუ საკუთარი თვითმყოფადი სტილი, თვითმყოფადი წერის მანერა, ხატვის მანერა. მაგრამ როდესაც შენ საკუთარ თავს ვერ ქმნი და საკუთარ თავს არ აღიარებ, შენ მთლიანად ცდილობ, რომ ეს ყველაფერი გადმოიღო. და აი ამ გადმოღებას პოლიტიკურ შემთხვევაში ხშირად ეს ყველაზე უფრო ნათლად ჩანს. ეს პირდაპირ გადმოაქვთ. და შესაბამისად ხელოვნებაშიც მიმართავენ იმას, რომ პირდაპირ გადმოაქვთ. და რადგანაც ეს ხშირად იცვლება პატარა ქვეყნისთვის პოლიტიკური გავლენები და ხშირად ეცვლება, ასე ვთქვათ, ის გრძელი და ხანგრძლივი ტრადიციის ჩამოყალიბება ძალიან ძნელია.